ხალაჩაურის მუნიციპალიტეტში ყოფილი 53 ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებმა სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. ისინი ყოფითი პრობლემების მოგვარებას აჭარის მთავრობას თხოვენ. აქციაზე შეკრებილები არჩილ ხაბაძის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც ტერიტორია გასასხვისებლად არის გამზადებული. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტერიტორიას მანამ არ დატოვებენ, ვიდრე მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. აქციის მონაწილეებს ყოფილი 25 ბატალიონისა და ოპიცრების დასახლებაში მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები განმავლობაში ცენტრალური გზის გადაკეტვასაც გეგმავდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს, რაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ვითხოვთ ჩვენ ბაღების გაკეთებას, ამდენი 150 პატარა ბავშვია, ბავშვები რომ მივიყვანეთ ბაღებში, გვეუბნებიან ადგილები არ არისო, საწავიყვანოთ. გვინდა რომ ადგილზე გაკეთდეს ბაღი, ამბულატორია და ვითხოვთ ადგილზე დაკანონება. ჩვენ არ გვაქვს იმნაირი საშუალება რომ აქედან გავიდეთ და ვიყიდოთ რაღაცა მიწა და სახლი. ბავშვთა ბაღი ელემენტარულად მოვითხოვეთ იმისათვის რომ ბავშვის დასატოვებელი ადგილი იყოს. და პუნქტი, რომელიც მე ასმიანი ვარ თვითონ და არ შემიძლია შენჭერემე სანამ სკოლს დაურეკე, მანამდე სულად შეიძლება მოვკვდე. და თუ კი არ მოგვაქცევენ ყურადღებას ვაპირებთ შენჭერემეს გზის გადაკეთებას და მთავრობის იქანე უბრალოდ მოსვლას. გაგვაუგდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხმა იმასთან დაკავშირებით, რომ როცა მან თქვა უარი საბავშვო ბაღზე და ესე იგი მეტპუნქტზე ამ ნაწილში და უფრო მეტიც, მან იქ განაცხადა, რომ ეს ტერიტორია თურმე საინვესტიციოდ ყოფილა გამზადებული. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ინვესტიციების შემოსვლას აქ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც იქნება ობიექტური დასკვნა, ვიც არის სოციალურად დაუცველი, ვიც არის გაჭირვებული, ყველა მიიღოს შესაბამისი დახმარება.